მოსმენს. აი აქ და აი აქ არ უნდა გინდოდეს იმის მოსმენა და იმის კონცერტზე წასვლა რა თორე. არაფერი არ უნდა ასწავლოს. რა მე ვცხოვრობ ისე, როგორც ცხოვრობ და მიმაჩნია ისე, როგორც მიმაჩნია და მე მაგარი ამაყი ვიქნებოდი, მე ალექსანდრე ელისაშვილი, ამ ქვეყნის მოქალაქე, რომ ერთი ბილეთიც არ გაყიდულიყო იმ კონცერტს. აი მაგრად გამიხარდებოდა და იმ ხრებში გავიმართებოდი და ვიტყოდი, რომ ვახ, საღოლ, ესე იგი რაღაცა კიდე ჯიგარი და ჯიში შემოგჩენია. მე მიმაჩნია, რომ არ უნდა დადიოდი, იმიტომ რომ მართლა აქ დგანან, ჩვენ ტერიტორიაზე დგანან ის ტიპები და არიან ოკუპანტები ხა. ვარუმს ცრემლი გადმოუგორდა თუ აგუტინი ქვითინებდა ომის დროს, მე ესეთი რაღაც არ გამიგია. ისინი მართლა აქ დგანან რა, მაგათი ჯარი ვისაც აინტერესებს, წავიდნენ და მივიდნენ აბა ერთი იმასთან, რა ქვია, ახალ გორთან და ნახავენ იმათ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს. და აი ყველას ყოველგვარ, აი რა ვქნა, ეხა პათეტიკაში უნდა გადავარდე, რა ვქნა. აი ვინც აგუტინ ვარუმის კონცერტზე იყო, ყველამ უბრალოდ YouTube-ში აკრიფოს გიორგი ანწუხელიძე, იყო კაპრალი ბიჭი. ნახოს, აი უბრალოდ აკრიფოს, ნახო არაფერი, ნახეთ. YouTube-ში აკრიფეთ რა ქვია, თამარა სილო, თამარა შენი. აკრიფეთ ჩემო ბატონო, აჩაბეთი, ერედვი, კეხვი, ქურთა, ნახონ როგორ არის რუსების გადაღებული. თვითონ რა დღეშია და რა უქნეს თვითონ რუსები.